ამ თარიღს მოგესალმებით პირველ რიგში თითოეულ მათგანს დღეს ისეთი დღეა რომელიც ადამიანები იბრძოდნენ სამართლის და ერთობის გულისთვის რომელიც არ გადაულახავს ეს არ დასმია ყველა იცავდა თითოეული მათგანი ამაში მე თვითონ სიტყვერად რაღაც გამოვდივარ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ მათგანზე იქ რომელიც აღნიშნავ არის კეთილი მოსურვე არის არაკეთილი მოსურვე და ამ შემთხვევაში არა იმიტომ კი არა რომ აღნიშნავ რაღაც ქართველი ვარ და ცუდია და დავიცვა ამ შემთხვევაში სრულიად მართლები ვარ ჩვენ არავის არ ვესხმით არავისი არ აქვს შურს არავისი წართმევა არ გვინდა თვითონვე იჭრებიან საქართველოს ქრისტიანობის ქვეყანა არის მიუხედავად ოდიდანვე ყველა კუთხიდან გვესხმიან მაგრამ მცირედი ტომი ვართ მცირედი ეროვნება ვართ მაგრამ ღმერთის საშუალებით ჩვენ მაინც ძლიერათა ვართ სამართლიანათა ვართ მე დიქტატურისად ქეცვიყრი ნადრევად შეწირულ ადამიანებს თავგაწირისთვის მისი ოჯახების გულისა თითოეული მათგანის გულისა რომელიც ადამიანები სამშობლისთვის წირავენ ერთგულობისთვის სიყვარულისთვის ეხ თავებრივი სიყვარულია პირველ რიგში რა თქმა უნდა ქრისტიანობაა მივესალმები ასევე სამშობლოსთვის თავშეწირულები ღმერთი ამას დიდად აფასებს რაც მთავარია ჩვენიდან დანაშაული არ არის და ზედმეტური არ არის და დანარჩენი ვერ პასუხობ და კი ბატონო მამუკა და თქვენ ომის მონაწილე ბრძანდებით აი რა გახსენდებათ რას გაიხსენებდით ახლა დღევანდელ დღეს იმას გავიხსენებდი რომ არა მარტო დაიწყო და აღნიშნული რო აქ დღეები 7-8 მანამდეც იყო გამომწვევი გაღიზიანება და აშკარა გაღიზიანება იყო ეს თავადაც იციან ყველანაირად ცდილობდნენ არა მარტო ისა სიტყვიერი კი არ იყო რაღაც ეს იყო ტყვიებითა ჭურების სროლით იყო ადამიანების დაზიანება დაღუპვა და ასე შემდეგ რაღა გავიხსენო სამწუხაროა ეს ყველაფერი დიახ ბატონო მამუკა აი თქვენ კარგად გახსოვთ ეს დღეები ეხლაც ამაზე საუბრობდით ზუსტად რომ ბევრად ადრე დაიწყო და ახსენეთ სწორედ თარიღი 7 აგვისტო რომელიც რეალურად და ეს დამტკიცებულია არაერთი დოკუმენტაციით რადარების ჩანაწერებით ამას მოკლედ ამაზე არ დაობს არავინ მხოლოდ პუტინი და ქართული ოცნება ჯიუტად იმეორებს რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და ისიც საქართველოს ადანაშაულებენ ამ ყველაფერში. სამარცხვინოა, ცხადია, მოღალატეობრივია ეს პოზიცია. მე მინდა რომ აი ამ თარიღზე 7 აგვისტოზე მომიყვეთ მეტი. თქვენ ახლა ახსენეთ რომ ბევრად ადრე დაიწყო იქო და დაბომბვებიო, შემოჭრებიო. აი რამე კონკრეტული ამბავი თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ. კონკრეტული ის არის ფაქტია რომ იავნად პირდაპირ იარაღით რომ გესვრიან მიმართულად მიზანს ამოსაღებად რო გსვრიან პირდაპირ ცოცხალ ადამიანს მეტი რაღა უნდა თქვა ჩვენ ერთი ტყვის უფლებაც არ გვქონდა მაგრამ ჩვენ არანათქვამიდან გამომდინარე და ბრძანებიდან ჩვენ ისეთი მე კიდევ რაღაც ქართველი ვარ და რაღაც მართლად ვიცავდი ჩვენ სამშობლოს და თავის დასაძღვევად არ ვიძახი ამასა ისა ჩვენ ის შეგნება გვაქვს მე იმის აღნიშნავი გვინდა რომ უსამართლოდ არ შეიძლება არაფერი მაგრამ ჩვენ არ გაგვიბედია იმიტომ კი არა გვეშინია თავიდან ცდილობდით ყველანაირად მართლა ამაზენია რომ აშკარად გეუმება თვითონაც აი მე მქონია პირდაპირ ჩავხედე მტერს თვალებში და თვითონაც იგრძნობდნენ რომ დამნაშავეები არიან თორემ ღმერთის და ერის წინაშე ვამბობ არა იმიტომ კი არა თავი დავიზღვიო და ან ვინმეს მეშინია ან რაღაცა ეგ რეალურია ეგ ჭეშმარიტება ხორციელად და სრულიად რომ აშკარად თავდასხმები და რა ყველანაირი შეურაცხყოფა და რავი
კი მესმის იცით რა მაინტერესებს აი რა შეგრძნება დაგეუფლათ და როგორია თქვენი რეაქცია იმაზე როდესაც მოისმენდით იცით რა თქმა უნდა ეს სიტყვები რომ გიორგი ანწუხელიძე რაღაცა გაუგებარ პიარს შეეწირაო და ბოდიში თურმე და ჩვენ გქონია მოსახდელი მტრისთვის ოკუპანტისთვის მკვლელისთვის აი ამაზე რა სიტყოდით დღევანდელ დღეს ამაზენია მე ეგეთი ადამიანები ღმერთმა დამიპაროს ოჯახის წევრი აღმოჩნდეს რომელიც ესეთ რაღაცას აი თვითონ მტერიც არ შეგიფასეს მე არ მინდა კიდე ახლა თავი დასაზღვევად თქვა თვითონ მტერიც გიყურებს და ხვდება რომ სად არის დამნაშავე თვითონვე და ეს ქართველი ხო ყველაზე ცუდი არა სიტყვიერა და ტერმინის დაჭერა რომ შენი ერის წარმომადგენელი თვითონ ქართველი რომ ამაზენია რომელიც რომ ღალატობს და ფარავს ასეთ რაღაცას ეს ყველგან მიუღებელია სამარცხვინოა ეს აი ესეთი რაღაცა არ შეიძლება აი კიდე კაი რა ახლა ფაქტობრივად მე მქონია შეხება და განაიმიტო კი არა ახლა რაღაც თავისუფალი ვარ რაღაც ცოცხალი ვარ თავი დასაზღვევად ეს რეალურია ვინც არ უნდა იყოს რა თქმა უნდა მადლობა ღმერთს სიცოცხლისთვის თავისუფლებისთვის და ეს სასწაული მოხდა და იმ ადამიანებისთვის რომელიც თითოეული პოზიცია უბრალო ადამიანები აი შეიძლება არიან წარმომადგენლები თავრობაშიც რომ გამოხატეს კეთილი სურვილება რომ მე ცოცხალი ვარ თორე თვითონ მე რაც დავინახე იმის თქმა მინდა რომ თვითონ ტერიც აღარ გიფასებს და ჩუმად იცინიან და დაციენიან ეგეთ ადამიანსა. ეგეთი ადამიანები რომ დაინახეს რომ სიმამაცით არა თავის მოტყუებით და რომ წინა მეც რომ დამისვეს ეს შეკითხვა აი ღმერთის კიდევ მეორე ღმერთისა და ერის წინაშე ვამბობ გურცფელად ადამიანურად დამისვეს ეს შეკითხვა ვინ დაიწყო ომიო მე ვთხარი რუსებმა დაიწყეს ომი მე ვინ დაგისვათ ეს შეკითხვა ბატონო მამუკა თვითონ იქ დაჭერილი ვისაც ავყავდი რუსებს აი არ ვიცი მე ეგ ისტორია თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ ეს როდინდელ ამბავს ყვებით აი როცა ვიყავი დაჭერილი მანდაწყინვალის ომის დროს ანუ არა მე რო ვიყავი 2021-2023-მდე დაჭერილი ომის დროს რო იყო დაჭერის დროს მითხრეს მაგ დროს დამისვეს ეგ შეკითხვა და პირდაპირ უთხარი ვის ყავდით დაჭერილი სად იმყოფებოდით ციხეში ცხინვალის ტყვეთ იქ იყავით ცხინვალში და საზღვრო გასაგებია და მაშინ დაგისვეს რუსებმა ეს შეკითხვა დაჟინებით გთხოვდნენ ამაზე პასუხს კი ჩვეულებრივად როგორ მოხდა თქვენი დაკავება ბატონო მამუკა მე თვითონ ის აღმოჩნდი ზემონიკოში სასაფლაოს ტერიტორიაზე და მე ახლა სიმართლე რო თქვა და გურწმენად პირდაპირ ვიძახი მე თვითონ მივუახლოვდი იქ და ეგრეთ წოდებულ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით როგორც აპატიმრებენ მოქალაქე იტაცებენ უბრალოდ კი არ აპატიმრებენ ასე გაგიტაცეს აუღნიშნე მე თვითონ მივედი და აუღნიშნე რომ თქვენ არასამართლიანათა ხართ აქ ოღონდ დალაგებულად ზედმეტ შეურაცხყოფის გარეშე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე და უთხარი რომ თქვენ არ ახართ სამართლიანად, როცა ჩვენი წინაპრები თქვენ გვერდზე იყვნენ, ერთიანობის გულისთვის იყო იბრძოდა, თქვენ მაგ დროს გაგიმართლათ ერთიანული სიყვარული, თორე დანარჩენი თქვენ სამართლიანად არ ახართ და არ აბრძოლოთ და არ იწევს სამშვიდობო მისიით მეტი და ესე პირდაპირ რო უთხარი თვითონ გაოცებული იყვნენ, ეთყობა გადაგიხადისო და ან რაღაცა ესე თამამად რო ვევნეოდი და აი ამან გააოცათ ან ღმერთის ბატონო მამუკა აი ქართული ოცნების ამ მე აი ბოდიშის ამბავი გავიხსენე ანწუხელიძე რომ გმირი კი არა პიარს შეწირულია ეს ამბავი გავიხსენე რუსეთს რომ მტერს არ ეძახიან და თანდათან რომ აი ცდილობენ რომ დაამკვიდრონ და შეაჩვიონ ადამიანები იმას რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს საქართველოს არამედ იძულებული იყო პასუხა. მოკლედ აი ყველაფერი აი ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება. აი თქვენი აზრით რა ამოძრავებს ქართულ ოცნებას? აი რა თქვენ როგორ უყურებთ ამას? აი ახლა ორ სიტყვას ვიტყვი. სიო ბოროტობა და აი მეტი არაფერი, აი მეტი რაღა ვთქვა და ღალატობა. ბოროტობა და ღალატობა ამის იქით ახლა რაღა უნდა ვთქვა. აი ეგ არის აშკარად. ხო გეუბნები, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ
თვითონ აი მოწინააღმდეგე პირდაპირ ვითხოვენ მტერსაც კი ეცინება ამათ საქციელზე. აი მთელ სოფლიოში ხო არის შეიძლება ადამიანსა მოგივიდეს პირადი უთანხმოება ბოდიშიც მოიხადო. ეგა პრობლემა კი არ არის, პირიქით დადებითია. მე ახლა ცხოვრებაში ახლა კაცი ხარ, ბავშვი ხარ, რაღაცა მოგივიდა შეცდომა, ადამიანთან რომ მოგივიდეს უთანხმოება, ეგა სხვა საკითხია ბოდიშის მოხდა, მაგრამ როცა მართალი ხარ, ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოხდეს შერიგება, გათვალისწინება, მაგრამ ვინც აშავებს, იმის მხრიდან უნდა წამოვიდეს ისა, რა ქვია, გრძნობა სიყვარულისა და თავდაბლობისისა და აქ ხდება მე ურთიერთ შერიგებისა. ეგ ელემენტარული ქუჩიდანაც გამომდინარე ხდება, რა კატეგორიის გამომდინარეც ხდება, რა გაგებაც არ უნდა იყოს. ბოროტება და მოღალატეობა, ეს არის თქვენი პასუხი, ეს ამოძრავებს ქართულ ოცნებას. თვითონ მტერს აი კიდევ ვამბობ, რომ მტერსაც კი ეცინება, ვიცი აი დარწმუნებულია. არა 100-იანი 1000%-იანს მაგას ვიძახი, იმიტომ რომ ქონია ზოგადად შეხება, ზოგადად კი არა, პირდაპირ ჩამეხედია თვალებში. რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, ბატონ მამუკა, რას ფიქრობთ? რა და აი მეტი რაღა გინდა თვითონ ადამიანები უნდა გამოფხიზდეს და აი რა არის იცი და სამართლიანი უნდა აირჩიოთ. შენ თვითონ შენ თავი უნდა დააყენო ფეხზე, შენ აი ორიენტირება უნდა გააკეთო სიმართლის მხარეს. თუ არა ეგ ღმერთიც არ გიფასებს დუმილით ადამიანებს. თუ არა ამით რამე კი არ გინდა ბოროტებას კი არ ვიძახი, მაგრამ ადამიანი უნდა გამოაფხიზლო, ადამიანი უნდა შეეწინააღმდეგო. ეგ თავებრივად ღმერთიც მაგას გეუბნება და ღმერთიც მაგას გიბიძგავს. ყველა თვალის დახუჭვაზე ეგრე არ შეიძლება. კი ბატონო. მადლობა ბატონო მამუკა, მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, დიდება გმირებს და დიდება სამშობლოსთვის შეწირულ ვაჟკაცებს.